გასული 3 თვის განმავლობაში მე კეთილს ინდისიერად გაჩვენებდით ახალ პროდუქტებს ჩვენს ტექნოლოგიების ბაზარზე. სწორედ ამიტომ ბოლო გადაცემისთვის გადავწყვიტეთ ჩემი პირადი ინტერესების მიხედვით ამერჩია პროდუქტი და მოვედი მიფასიში, სადაც ელექტრონული ინსტრუმენტების ძალიან დიდი არჩევანია. მე როგორც მუსიკოსი მაინტერესებდა MIDI კონტროლერები და ამასთან ის ინსტრუმენტი, რომელიც დამეხმარებოდა ცოცხალ შესრულებაში. სწორედ ამიტომ ჩემი ყურადღება შევაჩერე Korg's Chaos Pad-ზე და ასევე აი ამ სიმპათიურ MIDI კონტროლერზე. პირადი ინტერესები იქით იყოს და ერთი ფაქტია. ჩვენს ქალაქში ძალიან რთულია ისეთი ადგილის პოვნა, სადაც კლასიკური ინსტრუმენტებით დაწყებული მუსიკალური აქსესუარებით დასრულებული საკმაოდ მრავალფეროვანი პროდუქცია ერთადაა წარმოდგენილი. მიფასი ძალიან ბევრ ცნობილ სავაჭრო მარკას საქართველოში ოფიციალურად წარმოადგენს, რაც ხარისხის გარანტს იძლევა. იაპონურ მწარმოებელ Korg's გაიცად შეუსრულდება ზუსტად 50 წელი და ამ მოკლე ხანის განმავლობაში მოახერხა ის, რომ მუსიკალურ ბაზარზე არის ერთ-ერთი წამყვანი ინსტრუმენტების მწარმოებელი კომპანია. სწორედ ამ კომპანიაზე გვექნება დღეს საუბარი და კერძოდ მის პროდუქტზე, რომელსაც ქვია Chaos Pad-ი, ეს არის მინი ვარიანტი, ხოლო ეს არის უფრო მოზრდილი და განახლებული ვარიანტი. ეს არის განკუთვნილი როგორც DJ-ინგისთვის, ასევე პროდიუსინგისთვის მუსიკის. დღესდღეობით მუსიკაში ძალიან პოპულარულია სემპლინგი და სწორედ ამაში გვეხმარება ეს ინსტრუმენტი. გარდა იმისა, რომ ცოცხალი შესრულებისას ამატებს ძალიან მნიშვნელოვან ეფექტებს, რომელიც მუსიკას უფრო მრავალფეროვანს ხდის, მას გააჩნია შიდა მეხსიერება, ასევე აქვს აი აქ ჩიპის ჩასათქმელი, თუმცა ამ მოწყობილობაში უკვე არის დაახლოებით 128-მდე ეფექტი. DJ-ინგისთვის ყველაზე ხშირად ალბათ გამოიყენებთ აი ამ release levels, რომელიც დაგეხმარებათ უფრო მსუბუქად გადახვიდეთ ერთი ტრეკიდან მეორეზე. ამასთანავე თქვენ შეგიძლიათ ცვალოთ ის სემპლები, რომელიც უკვე არის ჩატვირთული. აი ამ პორტების დახმარებით თქვენ შეგიძლიათ USB-ის საშუალებით შეაერთოთ ის თქვენს კომპიუტერთან, თქვენს პროგრამასთან, რომელზეც მუშაობთ, რომელზეც წერთ მუსიკას და შესაბამისად მიიღებთ ყველა სახის ჟღერადობას. რაც შეეხება Chaos Pad Mini-ს, როგორც ხედავთ, მასშტაბებითაც განსხვავდება და ამასთანავე შეიძლება ითქვას, რომ ფუნქციებითაც ოდნავ განსხვავებულია. მასაც აქვს აი ეს დისპლეი, რომლის დახმარებითაც თქვენ აკონტროლებთ როგორც ეფექტებს, ისე სემპლებს. MIDI კონტროლერი ერთი შეხედვით მცირე ზომის კლავიშია, თუმცა ის პერსონალური კომპიუტერის გარეშე არანაირ ხმას არ გამოსცემს. გერმანული Behringeris ეს კონკრეტული მოდელი ძალიან მოსახერხებელია ცოცხალი შესრულების დროსაც. MIDI კონტროლერების არჩევისას მთავარია შეამოწმოთ, რამდენად მგრძნობიარე კლავიშები აქვს, რათა არ მოხდეს დაკვრის დროს უშუალოდ ხმის გადანაცვლება, ერთგვარი delay. ელექტრონული ჟღერადობის განვითარება მუსიკის შექმნა ბევრისთვის გახადა შესაძლებელი. და თუ თქვენ ფიქრობთ, რომ მუსიკალური პლეიერებიდან სიმღერების ცვლაზე მეტი შეგიძლიათ, ის გადაგრჩენიათ, რომ თქვენთვის სასურველი ინსტრუმენტი შეარჩიოთ, თან ჩვენი რეკომენდაციებიც არ დაგავიწყდეთ.